Patriotები შეიძლება ამჟამად უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეიარაღების სისტემა იყოს. როდესაც უკრაინა თითქმის ყოველ ღამით ურტყამს რუსეთის ინფრასტრუქტურას, ჩანს, რომ კრემლის ერთადერთი პასუხი კიევზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვებაა. უკრაინა დრონების შეტევებს კარგად უმკლავდება, მაგრამ ბალისტიკური რაკეტების სხვა საკითხია. ბევრი იარაღის სისტემას ეფექტური შემცველები აქვს. თუმცა პატრიოტები გამორჩეულია. ამიტომაც ზელენსკი განაგრძობდა ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას, მიუხედავად პრობლემური მეორე ვადის. როგორც ჩანს, ზელენსკის დაჟინებამ შედეგი გამოიღო. უშინ ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ტრამპმა გამოაცხადა, რომ უკრაინას მისცემს ნებართვას დაიწყოს პატრიოტების წარმოება ქვეყნის შიგნით. თუმცა ეს მთელი სიტუაცია უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. გარდა ამისა, სამიტზე კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მაშ, დღეს დავიწყოთ და განვიხილოთ მთელი პატრიოტის საგა. შემდეგ განვიხილავთ, როგორ შეიცვალა ნატოს ხარჯები გასული წლის ჰააგის სამიტის შემდეგ. ეს კარგი გადასვლაა ესპანეთის საინტერესო შემთხვევაზე, რომელიც კვლავ დაბრუნდა ტრამპის სამიზნეში. შემდეგ გადავხედავთ სამიტის საბოლოო დეკლარაციას და ბოლოს შემდეგი სამიტის უცნაურ შემთხვევას განვიხილავთ. მაგრამ მოდით დავიწყოთ პატრიოტების შესახებ განცხადებით. ეს უცნაურია, რადგან ეს ფაქტობრივად განცხადებად არ ყოფილა. უпростоრად ტრამპი და ზელენსკი ატარებდნენ თავიანთ სტანდარტულ 30 წუთიან მედია სესიას, როგორც უფრო ხანგრძლივი პირადი შეხვედრის შესავალი. 2 წლის წინანდელ თებერვალთან შედარებით განწყობა აშკარად მეგობრული იყო. მათ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სკანდალზეც კი იხუმრეს, რაც მას შემდეგ მათი მთელი ურთიერთობის გამსაზღვრელი გახდა. ტრამპმა ზელენსკის სამიტის ხუმრობისთვის მოამზადა და ჰკითხა, დაინტერესებული იქნებოდა თუ არა მოსკოვში შეხვედრით მშვიდობის მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს საშიში იქნებოდა არა იმიტომ, რომ შეიძლება არასწორი ჩაიდაელია, არამედ იმიტომ, რომ უკრაინული დრონები მთელ ქალაქში დაფრინავენ. ამან ოთახში სიცილი გამოიწვია, მაგრამ ამ ხუმრობას ძალიან მძიმე რეალობა ედო საფუძვლად. პუტინი გავრცელებული ინფორმაციით უმეტეს დროს მოსკოვის გარეთ ატარებს, ალბათ ნაწილობრივ სწორედ ამ საფრთხის გამო. ტრამპმა გააგრძელა უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის პროგრამის ქება. ზოგადად, ტრამპი ძალას სცემს პატივს. ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალი 2025 წლის თებერვალში არამხოლოდ დიპლომატიური მინიმუმი იყო, არამედ შეიძლება ითქვას, რომ უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისითაც ყველაზე მძიმე მომენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბარათებზე გაკეთებული კომენტარი სულელური იყო, ის სიმართლეს მაინც ეყრდნობოდა. ტრამპ სურს გამარჯვებულის მხარეს დადგეს და შორი მოქმედების დარტყმების კამპანია, რომელიც ასეთ ეშოშის დაზვერვის მიერ რუსული თავდაცვის პოზიციების შესახებ მიწოდებული ინფორმაციით არის გამყარებული, მართლაც შეიძლება უკრაინას გამარჯვება მოუტანოს. რაც შეეხება პატრიოტებს, განცხადება სინამდვილეში გააკვირით ნათქვამი კომენტარი იყო. ჟურნალისტის კითხვამ შეეხო იმას, დაუშვებდა თუ არა ტრამპი, რომ ევროპას პატრიოტის წარმოება გაეფართოებინა. სწორედ მაშინ თქვა ტრამპმა, რომ ზელენსკისთან პირად საუბარში ერთ-ერთი მთავარი საკითხი პატრიოტის წარმოების ლიცენზიის უკრაინისთვის გადაცემაზე იქნებოდა. შემდეგ ვაკვირდებით ამ მედია შეხვედრების აბსურდულობას. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი განცხადება. თუმცა მაშინვე შემდეგი კითხვა ირანის ცეცხლის შეწყვეტის დასრულებაზე გადავიდა. 10 წუთზე მეტი გავიდა, სანამ ლიცენზირების პროცედურასთან დაკავშირებით მოკლე დამატებითი კითხვა დაისვა. ტრამპის დეტალები ბუნდოვანი იყო, რის გამოც განცხადებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა. ამჟამად კიდევ ორ ქვეყანას აქვს პატრიოტების წარმოების ლიცენზია. იაპონიას უკვე ამოქმედებული აქვს წარმოების ხაზები, ხოლო გერმანიაში წარმოების დაწყება მომავალ წელს არის დაგეგმილი. საინტერესოა, რომ იაპონიას 2 წელი დასჭირდა საწესი ლიცენზიიდან პირველი პატრიოტის აწყობის ხაზიდან გამოსვლამდე. ამასობაში გერმანიამ 2024 წელს დაიწყო მშენებლობა, რაც ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 3 წელიწადს უნდა ველოდოთ. შესაბამისად, შეიძლება ველოდოთ, რომ დიდი დრო გავა, სანამ უკრაინა თავის წარმოებას დაიწყებს. და იმის გათვალისწინებით, თუ რა სისწრაფით ფიქრობენ ადამიანები, რომ პუტინი უკვე ჩამოწერილია, ჩნდება კითხვა, საერთოდ დაიწყებენ თუ არა ისინი მუშაობას კონფლიქტის დასრულებამდე. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ეს ვადები შეცდომაში შემხვანია. როდესაც ამჟამად მშვიდობაა, ლოგიკურია, რომ ფრთხილად იყო წარმოების პროცესში. არ გინდა, რომ შენს დაგროვებულ რაკეტებში იყოს ხარვეზები ისე, რომ ამას ვერ მიხდე მანამ, სანამ მათი გამოყენების დრო არ დადგება. დაამატე სტანდარტული დასავლური ბიუროკრატია და რეგულაციები და სწორედ ამიტომ სჭირდება ამ ყველაფერს წლები. საპირისპიროდ უკრაინას საერთოდ არ აინტერესებს ბიუროკრატია და რეგულაციები. მაშინაც კი თუ პატრიოტებს შედარებით მაღალი წარუმატებლობის მაჩვენებელი აქვთ, მათი გამოყენება მაინც მისაღებია, რადგან ალტერნატივა ისაა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტა შენ-შენობას მოხდება. უკრაინა ბევრად ურჩევნია ახლა ჰქონდეს 50%-იანი შანსი ერთი რაკეტის ჩამოგდებაზე, ვიდრე 3 წელი დაელოდოს და გარანტირებული წარმატების მაჩვენებელი მიიღოს.
რაც შეიძლება უფრო რთული დაბრკოლება აღმოჩნდეს, ეს ლიცენზირების პროცედურაა. ჩვეულებრივ, ასეთი იარარის ლიცენზირება იწყება იმით, რომ იმპორტიორი ექსპორტიორს წინასწარ უხდის ლიცენზირების საფასურს. შემდეგ იქნება დამატებითი გადახდები კონტრაქტორებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ და დაეხმარებიან სისტემების დაყენებაში, როიალტები თითოეულ წარმოებულ ერთეულზე და რაც ყველაზე მთავარია, საბოლოო წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების გაყიდვა. რთული იარაღის სისტემებისთვის, როგორიცაა პატრიოტი, მიმღები ქვეყანა, როგორც წესი მთლიანად არ აწარმოებს მას. ამის ნაწილი ისაა, რომ ლიცენზიის გამცემს შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში წარმოების შეჩერება. თუმცა უფრო დიდი მიზეზი ისაა, რომ სრული უზრუნველყოფა უბრალოდ შეუძლებელია. წარმოების ქვეყანას შეიძლება არ ჰქონდეს სპეციალიზებული კომპონენტების, მაგალითად მიკროჩიპების წარმოების შესაძლებლობა. ამიტომ, როგორც ახლა საქმე, მე მჯერა, რომ მომავალში პატრიოტი უკრაინის საწარმოო ხაზებიდან გამოვა. რაც არ ვიცი, არის ის თუ რა საწარმოებს უკრაინა ადგილზე. ასევე არ ვიცი, ვინ გადაიხდის ამ ყველაფრისთვის. უკრაინას ამის გასაკეთებელი ფული არ აქვს. მე მეპარება ეჭვი, რომ ტრამპი ამას უბრალოდ კეთილი გულის გამო აკეთებდა. ეს ნიშნავს, რომ საქმე ევროპაზე გადავა, სავარაუდოდ ნატოს პერლის ინიციატივის მეშვეობით. მე ვფიქრობ, რომ ბევრი მთავრობა სიამოვნებით დააფინანსებდა ამ ძალისხმევას, იმ იმედით, რომ ომის შემდეგ უკრაინიდან პატრიოტებს შეიძენდნენ. თუმცა ამაზე ჯერჯერობით დეტალები არ არსებობს. ბოლოს ერთი საკითხი ისაა, რომ უკრაინას მოუწევს საწარმოო ობიექტის დაცვა. ეს აჩენს კითხვას, იქნებოდა თუ არა ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთებული, მაგალითად პოლონეთში, რომელსაც რუსეთი არ დაარტყამდა, რათა თავიდან აეცილებინა მეხუთე მუხლის ამოქმედება. მე ვფიქრობ, რომ ამის ნაწილი ისაა, რომ უკრაინა ომის შემდგომ სიტუაციას ელოდება, სადაც შემდეგ შეძლებს პატრიოტების ექსპორტს. მეორეს მხრივ, თუ უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოოს პატრიოტები, ომის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია გახდეს საჭირო, რათა პატრიოტების მიწოდება ნატოს დანარჩენი სტანდარტების შესაბამისი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დეტალებია. უკრაინისთვის მთავარი ამბავი პოზიტიურია. ეს ზელენსკისთვის შესანიშნავი სამიტი იყო, რაც აგრძელებს მისთვის ზოგადად წარმატებულ წელს. დავაგრძელოთ, ვფიქრობ, რომ ამას შეგვიძლია ფართო სამხედრო ხარჯების კონტექსტში განვიხილოთ ნატოს შიგნით. აქ არის წევრი ქვეყნების რუკა, სადაც მოცემულია მათი მიმდინარე სამხედრო ხარჯები MŠP-ს პროცენტულად. რუსეთი და უკრაინა მოცემულია შედარებისთვის. ისლანდია იმდენად პატარაა, რომ მას არ აქვს სამხედრო ძალა, რაზეც რაიმე თანხა დახარჯოს. მაგრამ კუნძული სხვა გზებითაც შეაქვს თვლილი. ის საინტერესო ადგილია მოსანახულებლად და აუცილებლად უნდა სცადოთ იქ დასვლა. როგორც არ უნდა იყოს, გახსოვთ, რომ 2014 წელს მოკავშირეებმა შეთანხმდნენ, რომ თავდაცვაზე MŠP-ს 2% უნდა დაეხარჯათ. ბევრი დროის გაჭიანურების შემდეგ, მათ შორის მას შემდეგაც, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაიწყო, შარშანდელ ჰააგის სამიტზე ვიხილეთ ვალდებულების გაზრდა MŠP-ს 5%-მდე. აქედან 3.5% ძირითადი თავდაცვითი ხარჯებია, ხოლო დამატებითი 1.5% სხვადასხვა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იხარჯება. უბრუნდებით რუკას. ეს კონკრეტულად ძირითადი თავდაცვითი ხარჯების ნაწილია. ხუთმა ქვეყანამ უკვე მიაღწია მიზანს 10 წლეულის ვადის დასრულებამდე საკმაოდ ადრე. ლიტვა 5.33%, ესტონეთი 5.10%, ლატვია 4.92%, პოლონეთი 4.68% და საბერძნეთი 3.65%. მეექვსე ქვეყანა დანია ზღვარზეა 3.59%-ით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სამიტზე ატმოსფერო წელს ასეთი ოპტიმისტური იყო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქვეყანა კვლავ 2%-ზე ან მის ახლოს იყო გაჩერებული. სავარაუდოდ ყველაზე გამორჩეული მათ შორის საფრანგეთია 2.22%. გახსოვდეთ, რომ საფრანგეთს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი აქვს, მაგრამ მისი ხარჯები ამას არ შეესაბამება. შეიძლება ეს შედარება ცოტა არ იყოს სწორი, მაგრამ უკრაინის ეკონომიკა საფრანგეთის ეკონომიის მხოლოდ 30%-ია, თუმცა ამჟამად სამხედრო ხარჯებით უკრაინა საფრანგეთზე მეც ხარჯავს. სლოვენია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ველსის ვალდებულებაზე ქვემოთ იმყოფება. შეიძლება გაგიკვირდეთ ამის მოსმენა ახლა, რადგან იფიქრებდით, რომ თუ ვინმე ასე ძალიან ჩამორჩებოდა, დონალდ ტრამპი ხმამაღლა იკვირებდა ამის შესახებ. თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს. არა, ეს იმიტომ არ არის, რომ მელანიამ დაარწმუნა თავისი სამშობლოს მიმართ ლმობიერება გამოიჩინოს. ამის ნაცვლად ეს იმიტომ ხდება, რომ სლოვენიაში ჰააგის ვალდებულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური უთანხმოება არ არსებობს. ახალი მთავრობა მოდის და სრულად გეგმავს ხარჯების შესაბამისად გაზრდას. ამიტომ არავინ ჰელავს და ამაზე ძალიან ცოტა საუბარია. მართლა, თუ შეხედავთ თავდაცვის ხარჯების ცურჯების ცვლილებებს MŠP-ს პროცენტულად, დაინახავთ, რომ გასულ წელს დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ბევრი ქვეყანა აჩვენებს წლიდან წლამდე 10%-ზე მეტ ზრდას, განსაკუთრებით ბალტიისპირელები არიან მოტივირებულები სწრაფად იმოქმედონ. და ეს მართლაც ბევრის მტკნელია, რადგან ბალტიისპირელები უკვე გასულ წელსაც ბევრს ხარჯავდნენ. თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც რჩება.
ესპანეთი. მოდით ამას დღევანდელი საუბრის მესამე ნაწილში მივხედოთ. ჰაგი სამიძე ესპანეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა გამოეცხადებინა თავისი განზრახვა. თავდაცვაზე MŠP-ის 5% დაეხარჯა. შეიძლება გახსოვთ, რომ ჰაგის სამიძე ყოფნისას ერთ-ერთი რამ, რაც გავიგე, იყო ის, რომ 5% შემშობითი რიცხვი არ იყო. ნატოს სამხედრო გეგმავებმა გამოთვალეს რა იყო საჭირო რუსეთის შესაკავებლად და შემდეგ ამ ხარჯების მიხედვით განსაზღვრეს MŠP-ის ის პროცენტი, რომელიც ყველაფერს დაფარავდა. ესპანეთის პასუხი იყო, რომ შეეძლო თავისი წილი ამ შეკავებაში 2%-ით უზრუნველიყო, რის გამოც 5% ზედმეტი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, ნახოთ რა ჯოკერი აქვს ესპანეთს, რაც ესპანურ სამხედრო წარმოებას 2.5 ჯერ ზრდის. და აი დღეს ესპანეთი ზუსტად 2%-ზეა. ტრამპის გაღიზიანებამ ესპანეთის მიმართ, თუმცა მეტი ყურადღება მიიპყრო ირანის ომის გამო. ესპანეთის მთავრობამ უარი თქვა შეერთებულ შტატებს ესპანეთის ბაზების გამოყენებაზე, როგორც ლოგისტიკური ოპერაციების ნაწილისთვის სამხედრო განლაგებისას სპარსეთის ყურეში. ყველაფერი ეს ფიქს მიაღწია სამიძე, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტდა ვაჭრობას ესპანეთთან. ხშირი პასუხი ამ მუქარაზე ონლაინ კომენტარებში არის ის, რომ ვაჭრობა ევროკავშირთან ასე არ მუშაობს. კერძოდ, ევროკავშირს აქვს კანონმდებლობა, რომელიც ცნობილია როგორც იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი და რომელიც ძალაში შევიდა 2023 წელს. იმ დროს მისი არაპირდაპირ მიზანი იყო ჩინეთის შესაძლებლობის შესუსტება, რომ ვაჭრობა ინდივიდუალური ევროკავშირის წევრების წინააღმდეგ ბერკეტად გამოეყენებინა. თეორიულად ეს ინსტრუმენტი აიძულებს გარე ქვეყნებს, რომ ყველა ევროკავშირის ქვეყანას ერთნაირად მოეპყრონ. ამგვარად, თუ შეერთებული შტატები ესპანეთთან ვაჭრობას წყვეტს, მაშინ ევროკავშირი მთლიანად წყვეტს ვაჭრობას შეერთებულ შტატებთან. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა მსგავსი მუქარა, მაგრამ ის არ განუხორციელებია. სავსებით შესაძლებელია, რომ ახლა იგივე განმეორდეს. თუმცა, იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ხალხი ფიქრობს. მექანიზმის ავტომატური ამოქმედება არ ხდება. ამის ნაცვლად ეს მოითხოვს სუპერმრავლობით კენჭისყრას ევროპის კავშირში. კერძოდ, წევრების 55%-ს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს. ასევე, სავარაუდოდ ამას რამდენიმე თვე ბიუროკრატიულ პროცედურებში დასჭირდება, რადგან სწორედ ასე მუშაობენ ევროპული ინსტიტუტები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჯერ კიდევ შორსაა იმისგან, რომ გარანტირებული იყოს. სხვა ევროკავშირის წევრებს შეიძლება აწუხებდეთ ის, რომ შეერთებული შტატები მათ ამ ინსტრუმენტის მხარდაჭერის გამო პასუხს გასცემს. სხვა წევრები შეიძლება გაღიზიანებულნი იყვნენ ესპანეთზე სამხედრო ხარჯების გამო, რაც პრობლემის ნაწილს წარმოადგენს. ფაქტობრივად ისინი დააზიანებდნენ საკუთარ სავაჭრო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, რათა დაეცვათ ესპანეთის უფლება არ შეიტანოს ცვლილი ალიანსში. და თუ ფიქრობთ, რომ ეს ინსტრუმენტი უეჭველად დამტკიცდება, საკუთარ თავს ეს კითხვა დაუსვით. რატომ სჭირდება მას საერთოდ კენჭისყრა? მიზეზი ისაა, რომ წევრ ქვეყნებს არ სურთ ცუდი პოლიტიკის გამო სხვა წევრი ქვეყნების მძევლებად იქცნენ. ეს ერთ-ერთი მათგანია, ამას ნახავთ. მეორე მხრივ, ევროპული ქვეყნები უფრო მეტად უჭერენ მხარს ესპანეთის გადაწყვეტილებას ირანის ომთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე, როცა ტრამპი ესპანეთის სავაჭრო პოლიტიკას ამას უკავშირებს, ის კიდევ უფრო აზიანებს საკუთარ შესაძლებლობას, რომ ესპანეთზე ზეწოლა მოახდინოს. ამასობაში ესპანეთის პასუხი სწორი იყო, ძირითადად ტრამპისა და მისი მუქარების იგნორირება. მეტი ქვეყანაც ალბათ შეძლებდა ამ მაგალითისგან სწავლას. სხვათა შორის ტრამპმა სამიძე გრენლანდის გარშემოდავაც კიდევ ერთხელ წამოჯრა. ამჯერად დანიამ ამ აბსურდს თავისი სახელი დაარქვა და ბევრად უფრო თავშეკავებული პასუხი გასცა. ტრამპს იქ რეალურად არაფრის გაკეთების უნარი არ აქვს, ამიტომ უმჯობესია უბრალოდ ცარიელი მუქარები უყურადღებოდ დატოვა. დღევანდელი თემის დასასრულებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დაასრულეს სამიტი წლიური დეკლარაციით. მე ამ შინაარსს ჩვეულებრივ ამბად დავახასიათებდი, თუმცა მეორე წელია ზედიზედ დოკუმენტის შინაარსი უფრო მოკლე იყო. პირველი პუნქტი კიდევ ერთხელ ადასტურებდა მეხუთე მუხლის ურღვეობას, როგორც მათ ჩვევიათ. მეორე პუნქტი აღწერდა ჰააგის ვალდებულებისკენ მიღწეულ დამაკმაყოფილებელ პროგრესს, როგორც დღეს ადრე აღვნიშნეთ. მესამე პუნქტში განიხილებოდა ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პასუხისმგებლობის გადაცემა ევროპულ ქვეყნებზე, ამ პროცესის კოორდინაციაში შეერთებული შტატების დახმარებით. ეს გულისევში უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს, მაშინაც კი როცა მედიის ანგარიშები დავებში იხლართება. მეოთხე პუნქტი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ უკრაინა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კრიტიკულ ნაწილად რჩება. მეხუთე პუნქტი ამბობს, რომ ირანს არ შეიძლება კონდეს ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ჟღერს ისე, თითქოს ტრამპმა ჩადო ეს დეკლარაციაში, მაგრამ ეს ყოველთვის ევროპული პოლიტიკაც იყო. მეექვსე პუნქტი იყო სტანდარტული მადლობის გადახდა მასპინძლისთვის. ამ დოკუმენტის შემოკლებულ ფორმატს ხშირად ტრამპს მიაწერენ.
ნატო სურს ყველაფერი მარტივად იყოს მისთვის და სწორედ ამიტომ ეს სამიტები აღარ გრძელდება მთელი კვირა. მაგრამ სანამ იმ სტანდარტულ შენიშვნას იტყვით, იცოდეთ, რომ ამ დოკუმენტებს რეალური სიგნალის მნიშვნელობა აქვთ. ისინი მხოლოდ განცხადებები არ არის იმის შესახებ, თუ რამდენად მტკიცე და ძლიერი ალიანსია. სინამდვილეში ისინი ალიანსის პრიორიტეტების დალაგებაა. და თქვენ შეგიძლიათ სანდო დაჩვენოთ, რომ თქვენთვის X უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე Y. პრობლემა ისაა, რომ თუ აჩვენებთ, რომ 80 რამ თქვენთვის მნიშვნელოვანია, საბოლოოდ აჩვენებთ, რომ არაფერია თქვენთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, თუ რა არის ტრამპის ეფექტი, შემცირებული დოკუმენტი სასარგებლოა ალიანსის ძირითადი მიზნების გასაგებად. და ბოლოს, დღეს დავასრულებთ იმაზე საუბარს, რაც სამიტის დეკლარაციის ბოლოს არ იყო. ნება მომეცით, წაგიკითხოთ იქიდან ბოლო წინადადება. ჩვენ ველით ჩვენს შემდეგ შეხვედრას. არა, ჩვენ ველით ჩვენს შემდეგ შეხვედრას 2027 წელს ალბანეთში. ასებობს გარკვეული ცნობები, რომ ნატო მომავალ წელს ყოველწლიურ სამიტს გამოტოვებს, რათა ტრამპმა სიტუაცია არ არიოს. ეს შეიძლება მართლაც იყოს განზრახვა და შეიძლება მართლაც ასე მოხდეს. მაგრამ თუ სამხედრო ვალდებულებების მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდება, მათ შეიძლება მაინც მოუნდეთ სამიტის ჩატარება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ მეხუთე მუხლის სიწმინდე. დღევანდელი დღის დასასრულს ალბათ მიხვდით, რომ წელს სამიტზე არ მიმოგზაურია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც გენერალურმა მდივანმა შარშანს სცენიდან გამაგდო, სამუდამოდ გამომრიცხა ნატოს ყველა აქტივობიდან. უბრალოდ გრაფიკი დამემთხვა ისე, რომ წელს გამგზავრება ვერ შევძელი. ვიტყვი, რომ საინტერესოა ამ ყველაფრის გარედან დაკვირვება, შიგნიდან დაკვირვებასთან შედარებით. როცა იქ ხარ, ხეებს შორის ტყეს ვერ ამჩნევ. მაქვს ბევრად უკეთესი გაგება იმისა, რაც ამ წლის სამიტზე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილის მოშორებით ვარ. სხვაობა ისაა, რომ ვერ შეძლებ მნიშვნელოვანი დეტალების ხაზგასმას. მაგალითად, საიდან გაჩნდა ეს 5%, როცა იქ არ ხარ და ვერ ჩახვევი ასეთ ნიუანსებს. ამასობაში ამ ვიდეოების ბოლოს არასდროს არის ნიუანსი. შეულებრივ, უბრალოდ მე გახსენებთ რამე კარგს. მაგალითად, Geopolitics Helplines ჩემს მეორე არხზე. შეგიძლიათ ნახოთ ეს თუ დააცკაპუნებთ აქ არსებულ პლეილისტზე. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და ხვალ ისევ გნახავთ. იყავით კარგად.